3,000 მეტი გიცხოვრია როგორც ერსა ჩავდღეს მოსწრები ვართ მაგრამ მევსაც ბედნი ერსა ვიმღერია კიდეც ვიმღერ შენს თბილრაბალ ჟამი ერსა გამარჯობათ მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას საქართველოს ისტორიულ გვარებზე. რატო ისტორიული? იმიტომ რომ საქართველოში ყველა გვარი არის ისტორიული, ვინაიდან თითოეული გვარის წარმომადგენელს აქვს მიღებული მონაწილეობა ამ ქვეყნის აღმშენებლობაში. ჩვენი გადაცემები გადის YouTube არხზე, საქართველოს საერთო კლუბის გადაცემებია, არხია, ტელევიზია. მე გახლავართ ლევან ბერაი, ამ გადაცემის ჩემი საავტორო გადაცემა ეს და ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი და ძირითადად გადაცემები და გადაცემა მიყავს საქართველოს გვარებზე, საქართველოში არსებულ გვარებზე. ჩვენ როგორც ვიცით, 25 დაახლოებით 25000 გვარი არსებობს საქართველოში. აქედან 25000 და რაღაც დაახლოებით 18000 გვარი არის ქართული გვარი. ჩვენ ახლა მაგაზე ვერ დავდებ თავს, რომ 25000-18,000-ვე გვარის ისტორია ზედმიწევი და უციკლოდ ვიცით. მეთქი ამას ვერც გაკადრებ და ჩემ თავსაც არ ვაკადრებ და ვერ მოგატყუეთ, მაგრამ ჩვენ კვირიდან კვირამდე, ანუ გადაცემიდან გადაცემამდე იმ გვარებს, ასე თქვენ, ესე იგი ჩვენ გვეუბნებით იმ გვარებს, ესე იგი ასე ვთქვათ, შესწავლის პროცესში ვართ, ვსწავლობთ და მე წარმოგიდგენთ ხოლმე მე თითოეულ თქვენ გარს. ძალიან ბევრი გვარი რა თქმა უნდა გვაქვს, იმიტომ რომ მე ორი წიგნის ავტორი ვარ თვითონ, თავადაზნაურთა გვარების ზე მაქვს ორივე წიგნი გამოცემული, ერთი 2006-ში გამოიშვიდა, მეორე 2017 წელს და ესე იგი ამ თავადაზნაურ გვარებზე რა თქმა უნდა მაქვს, ესე იგი რაღაც 1600-1700 გვარი მაქვს შესწავლილი, დღეს მდგომარეობით უფრო მეტი. ამას გეუბნებით მე, როცა ამ წიგნებს წერდი, რომ დავწერე მეორე წიგნი, იმ პერიოდისთვის მქონდა შესწავლილი 1600 გვარი. ახლა 2000 დაახლოებით 2200-მდე თავადაზნაური გვარი მაქვს შესწავლილი. მე და ვალერი ხიმშიაშვილი, ჩემს პარტნიორს და ჩემს მეგობარს, რომელიც სამწუხაროდ დღეს ჩემს გვერდით არ არის, საკმაოდ მძიმე, ასე ვთქვათ, ავტყოფობა გადაიტანა. იმედია მალე, მაგრამ არც ისე მალე, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ შემოგვიერთდება და ისევ გავაგრძელებთ ერთად ამ გადაცემების საყვარელს და მე აქედან მოვეფერო და მივესალმო ვალერის. ვალერი, მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ. და ეს რაც მინდოდა მეთქვა, ეს არის, რომ ესე იგი ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ გვარი, რასაც მე თქვენ ტელევიზიით გიყვებით თითოეულ თქვენგანის გვარზე, აი ეს შემიძლია თუ თქვენი სურვილი იქნება, თუ მოგწერთ თქვენს ესე იგი საკონტაქტოებს, თუ მოგწერთ თქვენს მეილებს, თუ მოგწერთ, შემიძლია განმოგიგზავნოთ ეს ყველაფერი. ამაში მე არაფერი, რა თქმა უნდა, ეს არის თქვენია და ღმერთმშვიდობაში მოგახარო თითოეულ თქვენგანის გვარის ისტორია. თუ გეცოდენება თითოეულ თქვენგანს თქვენი გვარის ისტორია, ჩვენი ფუნქცია სწორედ ეს არის და ამით ძალიან კმაყოფილები ვიქნებით, იმიტომ რომ თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს თავისი წარმომავლობა, საიდან მოდის, ვინ იყო მისი წინაპარი, რა საგვირო საქმეები ჰქონდა ჩადენილი და რაში მონაწილეობდა, რა კუთხით და რა ფორმით მონაწილეობდა აი ამ ქვეყნის აღმშენებლობაში. ეს ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, იმიტომ რომ ეს იმდენად სასიამოვნო მოსასმენია და იმდენად სასიამოვნო აი გასააზრებელია თავში, რომ ესე იგი ეს არის უდიდესი ადრენალინია. მე მაგალითად მარტო ჩემ გვარზე კი არა, თითოეულ თქვენგანის გვარზე, რომ ესე იგი რომ ვუშაო, კვირიდან კვირამდე ისეთ რაღაცებს ვხედავ და ისეთ რაღაცებს ვკითხულობ, რომელიც ჩემთვის ახალია და შეუცნობელი იყო მანამდე. და ეს მანიჭებს საოცარ დიდ სიამოვნებას მანიჭებს და მინდა ეს სიამოვნება თქვენს გადმოგცეთ და მინდა რომ თქვენს ისიამოვნოთ თითოეულ თქვენგანის გვარის ისტორიიდან რაღაც კუთხე კუნჭულებში და იმ რაღაც ლაბირინთებში და რაღაცებში ჩამუდებული და
ასე თქვა გაყურსული რაღაც თქვენი გვარის რაღაცა დეტალი, რაღაცა ისტორია, რომელიც ჯერ არ არის საქვეყნო ცნობილი და მოევლინება ამას ნათელი აზრო გამოვა დაუშვათ იმ კუნძულიდან და რომ ესე იგი ეს არის რისი თქმა მინდა რომ ესე იგი ჰენით აუწერელი სიამოვნებაა ესა და მინდა რომ გაგიზიაროთ თითოეულ თქვენგანს რომ ანუ თქვენც შეგაყვაროთ თითოეულ თქვენგანს შევაყვარო საკუთარი გვარი ეს არის ის რაც მინდოდა მეთქვა შესავალი ნაწილი მე ახლა რამოდენიმე გვარი მოგიმზადეთ დღეს პირველ რიგში მინდა ტრაპაიძეების გვარზე მოგახსენოთ იმიტომ რომ ძალიან დიდი ხნის წინ მოგწერა აი ამ გვარმა და რაღაც უყურადღებობაში ჩამოგვართებთ იმიტომ რომ რაღაც შეიძლება ჩვენი ბრალიცაა რომ რაღაცა ვერ მოგაქციეთ სათანადო ყოველდღე ამაზე დიდ ბოდის გიხდით და არა მარტო ტრაპაიძეებს არამედ ყველა ამ გვარის წარმომადგენლებს ვისაც ჯერ ვერ მივწვდით მაგრამ დამერწმუნეთ რომ ყველას მოგწვდებით ყველას შეგეხებით და ყველას გაგაცნობთ რაღაც გარკვეული ფორმით და გარკვეული რაღაც ნაწილით მაინც გაგაცნობთ ჩვენი საკუთარი გვარის ისტორიას ტრაპაიძე საკმაოდ საინტერესო გვარი აღმოჩნდა როგორც კვლევებმა გვაჩვენეს ჩვენ ესე იგი მე-17 საუკუნიდან ჩანს ეს გვარი პირველად ისტორიოგრაფიაში და პირველი ცნობა ამ გვარის შესახებ მიეკუთვნება 1610 წელს, სადაც ესე იგი როგორცაც ძმები არიან, ძმები ტრაპაიძეების სამი პიროვნება ამ გვარის წარმომადგენელი, ეხლა მამია გურიელმა იგი მამულიანად შეწირა ბიჭვithის ღვთისმშობელს, ასე წერია, ეს არის 1110 წლის საბუთია და ტრაპაიძე ზაქარია იმარიდო და ხახუტა არიან მოხსენებული ამ იმაში, რა ვთქვა მაგას, ამ საბუთის მიხედვით. ეს არის მამია გურიელის შეწირილობის წიგნი არის ბიჭვithის ღვთისმშობელისადმი. და აქ არის ყველაზე ძველი ცნობა აი ამ გვარის შესახებ, აი სწორედ ამას განეკუთვნება. აქ მინდა ერთი საინტერესო რაღაც იმას მინდა შევეხო, რა ვთქვა, თვითონ ესენი ეს გვარი ძირითადად არიან, ესე იგი, როგორც ჩანს, სოფელ სურეთ, ну, რა თქმა უნდა, არიან ისინი გურულები არიან და არიან ჩოხატაურის რაიონიდან, ანუ სოფელი სურებიდან. სურებიდან და აქ არის რამოდენიმე ეკლესია იყო, ერთი ხის ეკლესია და რამოდენიმე ერთი იყო იმისი, რა ვთქვა მაგას, ქვის ეკლესია, რომელიც არის წმინდა გიორგის ეკლესია და აქ არის დასვენებული ლომის კარელი, ასეთი ხატია, რომელიც საოცრად დიდი, ასე ვთქვათ, შეწევნის კი როგორ თქვა არ ვიცი, ესე იგი დიდი ძალის მქონე ხატია, რომელიც არის სასწაულთ მოქმედი ხატი და რომელიც ძალიან, ესე იგი, ასე ვთქვათ, ყველა გაჭირვებული, ანუ ეს ისეთი ხატი იყო, სადაც ესე იგი ფიცს დებდნენ და ფიცის გატეხვა ამ ხატის წინაშე, ესე იგი შეუძლებელი იყო. ეხლა მე ამ უნარებს წაგიკითხავ თქვენ, ესე იგი ვიკიპედიიდან, რომ ესე იგი აქ წერია თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აი ამ ხატს და თვითონ სურების წმინდა გიორგის ეკლესიის სურებში იდგა წმინდა გიორგის სახელობის ხის ეკლესია, მაცხოვრის სახელობის ხის ეკლესია და ასევე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც ლომის კარელად იწოდებოდა. ტაძარი ერისთავ შარვაშიძეების კუთვნილებას წარმოადგენდა. დავით შარვაშიძემ და მისმა ძმამ ზალმა წმინდა გიორგი ლომის კარელის საწყსო უბოძა ტრაპაიძეებს ანზიდარ ტრაპაიძეს განუახლებია ლომის კარელის ჯვარი. ტაძარში დაცული იყო ადგილობრივი წარმოდგენით სასწაულმოქმედი ლომის კარელის ხატი. თუ ვინმე რაიმეს დაკარგავდა ან მოხპარავდნენ, დამნაშავეს ამ ხაზზე გადასცემდა. დამნაშავეს ამ ლომის კარელის წინაშე ტყუილის თქმას ვერ ბედავდნენ. მას იყენებდნენ სასამართლოს დროს მოწმეების დასაფიცებლად. წარმოგიდგენთ რა უდიდესი მნიშვნელობის ხატი იყო ეს დაახლოებით როგორც ირლორის წმინდა გიორგის ხატი იყო და დავშალ ლომისის და ნუ რაღაც აი ესეთი იმ დონის ხატთან გვაქვს საქმე, რომელიც ესე იგი ძალიან ეშინოდათ და ტყუილს ვერ ბედავდნენ. ამ ლომის კარელის ხატის წინაშე დამდგარი ადამიანი ტყუილს ვერ ბედავდა.
გურიის გლეხთა მოძრაობის დროს ხელისუფლებამ მღვდელ ნიკო აქ კიდე რა საინტერესო ის არის რომ ესე იგი აი შარვაშიძეებმა ეს წმინდა გიორგის ლომისკარელის საცდო ესე იგი ტრაპეიძეებს გადასცა უბოძა ტრაპეიძეებს ეს ცოტა ისეთ იმაში გვაგდებს რა ქვია საფიქრალს გვაძლევს იმიტომ რომ ჩვენ რამოდენიმე ცნობა სადაც წავიკითხეთ ესე იგი აქ ესე იგი ტრაპეიძეები გლეხებად არიან მოხსენებული მაგრამ ამ ცნობიდან გამომდინარე ესე იგი ეს ჩანს რომ ესე იგი თვითონ გლეხებთან არ უნდა კონდეს საქმე რა იმიტომ რომ ეკლესიას რო უბოძებს ესე იგი ეკლესიის გლეხს არ ჰქონდა უფლება ეკლესიის ქონის ანუ ესე იგი ან აზნაური უნდა ყოფილიყო ან თავადი უნდა ყოფილიყო ყველა ვარიანტში ხო და ამ შემთხვევაში ალბათ აზნაურებასთან გვაქვს საქმე იმიტომ რომ მე გეტყვი თქვენ გაგაცნობთ მე აგერ საბუთი მაქვს რომელიც 1905 წლის 3 მარტით არის დათარიღებული სადაც სენატის მესამე დეპარტამენტი ეს იყო პეტერბურგში იყო ესე იგი ჰეროლდის არა ვქი მაგას დეპარტამენტი იყო ჰეროლდის სამმართველო იყო სადაც ესე იგი იყო ესე იგი სენატის მესამე დეპარტამენტი რომელიც თავად აზნაურთა საქმეებს შეისწავლიდა ანუ ესე იგი როცა ადამიანი ცდილობდა დაემტკიცებინა ხა მე გეტყვი თქვენ მე-19 საუკუნეში ასეთი რაღაცა მოხდა საქართველოს ისტორიაში როცა ესე რუსები შემოვიდნენ საქართველოში და მათი ბიუროკრატიული აპარატი დანერგეს საქართველოში ძალიან ბევრი გვარი ესე იგი არცნეს თავად აზნაურად იმიტომ რომ სათანადო საბუთები ქართულ თავად აზნაურთა დიდ ნაწილს არ აღმოაჩნდა იმიტომ რომ რაღაც ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ჩვენ სულ ომებში ვიყავით სულ თავის გადარჩენის რეჟიმში ვიყავით და დაუშვათ როცა შემოსევა იყო ადამიანს ნებისმიერ თავადს ან თუ აზნაურს ეჩინა ცოლშვილი გადაეჩინა ვიდრე ის ფარატინა ქაღალდი რომელიც დაუშვათ რაღაც სახლის რომელიღაც კუთხე-კუჭურში იყო ესე იგი შენახული და ამიტომ ძალიან ბევრმა თავად აზნაურმა აი ეს საბუთი დაკარგა არ ქონდა ეს საბუთი და რუსული ბიუროკრატიული ახლა რა იყო იცით აი საქართველოში ყველა თითოეულმა ადამიანმა ყველა მიცოდა დაუშვათ აი იმერეთში ან დაუშვათ ქართლში ან კახეთში ან სამეგრელოში რომ ესა თუ ის გვარი იყო ან თავადი ან აზნაური და მას არ ჭირდებოდა ამის მტკიცება რომ ესე იგი გინდა თორე მე თავადია ვარ აზნაური ვარო უბრალოდ ერთი რაღაცა იყო ესე ყოველი მეფის შეცვლის შემდეგ ყოველი მეფე უახლებდა სიგელს წყალობის სიგელს უახლებდა ნებისმიერ თავადს ანუ აზნაურს ჩვენი დაუდევრობიდან გამომდინარე ძალიან ბევრმა ადამიანმა ეს არ ჩათვალა საჭიროდ კიდევ თორე განეახლებინა თავისი ეს წყალობის სიგელი და არც მისულა დაუშვათ არც განუახლებია ძველი საბუთი ქონდა ისევე ბევრმა განაახლა მაგრამ აი ამ ომების და ამ შემოსევების შედეგად ძალიან ბევრმა დაკარგა ძალიან ბევრს დაეწვა დაუშვათ ცეცხლში დაეწვა ეს რაღაცა შემოსევის დროს ან დაუშვათ რაღაც უბედური შემთხვევის დროს და არ აღმოაჩნდა ეს საბუთი იმის დამატკიცებელი რომ ესე იგი თავადიან აზნაური იყო ხო და აქედან გამომდინარე რუსეთის ბიუროკრატიული აპარატის დანერგვის შემდეგ ესე იგი რუსებმა ძალიან ბევრი გვარი ესე იგი არცნეს არ დაუჯერეს მათ რომ ესე იგი იყვნენ თავად აზნაურობა და ამიტომ შეიქმნა რამოდენიმე კომისია იყო შექმნილი საქართველოში და ამ ეს კომისიები იხილავდნენ ესე იგი ამა თუ გვარის ან ამა თუ ოჯახის ესე იგი თავად აზნაურულ წარმომავლობას თუ დაუშვათ აძლევდნენ რაღაც გარკვეულ პერიოდს და ამ პერიოდში ესე იგი უნდა ჩატეულიყვნენ და უნდა მოეტანათ ესე იგი დამამტკიცებელი საბუთი რამე და ეს გაგრძელდა ძალიან დიდ ხანს გაგრძელდა აი რაღაცა 1910 წლამდე ეს კომისია სულ მუშაობდა და ბევრმა დაიმტკიცა ბევრმა ვერ დაიმტკიცა თავად აზნაურობა და აქ ჩემი აზრით საქმე გვაქვს იმასთან რომ ესე იგი აი ამ გვარის წარმომადგენლები ტრაპეიძეები იქიდან გამომდინარე რომ აგერ შარვაშიძემ დავით შარვაშიძემ უბოძა ესე იგი საწყისო უბოძაო და ესე იგი ლომისკარელის ჯვარი ეს უბოძა ეს ეკლესია აქედან გამომდინარე
ჩემი ეს სუბიექტური აზრია და ჩემი პირადი აზრია, მე არავის არ ვახობ თავს. ესე იგი აზნაურები იყვნენ, რომელიც შემდეგ რაღაც საბუთიც ჰქონდათ, ეთყობა გააჩნდათ. აგერ მესამე დეპარტამენტი თავადაზნაურობის საქმე ტრაპეზზე ქუთაისის გუბერნიაში, ესე იგი 1905 წლის 3 მარტს დაუმტკიცეს და აღიარეს შთამომავლობით აზნაურებად. აი ეს აზნაურებად ეს გვარი. აი ეს არის ძალიან საინტერესო ფაქტია. საინტერესო ფაქტი, იმიტომ რომ მე სიმართლე გითხრათ, ძველ საბუთებში, ისტორიულ საბუთებში ვერ წავაწყდი ვერსად. გარდა იმისა, რომ ესე იგი რამოდენიმე საბუთში ესე იგი მოხსენიებულია აი დავუშვათ აი ეს პირველი საბუთი რაც მე თქვენ გაგაცანით, აი ტრაპაიძე ზაქარია იმარიდო და ხახუტა აქ არსად აწერია ესენი რომ გლეხები წერია შესწირა, მამულიანად შესწირა. და იქ უფრო გავცნობილად რო წავიკითხეს, ყველაფერი წერია რომ ესე იგი მამულიანად, მამულით დავუშვათ ტყით რაღაცა ბევრი რაღაცები წერია ეკლესიის კარით. ეკლესიის კარით იმას ნიშნავს, რომ ესე იგი აი ეს ზაქარია იმარიდო და ხახუტას ესე იგი ეკლესია გააჩნდათ. ეკლესიის ქონების უფლება არ ქონდა გლეხს, ეს ან აზნაური უნდა ყოფილიყო, ან თავად უნდა ყოფილიყო. აქედან გამომდინარე შეიძლება დავასვნათ ის, რომ აი ამ გვარის წარმომადგენლები იყვნენ აზნაურები, რაღაც გარკვეული ნაწილი გლეხები იყვნენ. ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო ნებისმიერ გვარში, ნებისმიერ გვარში ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს მაგალითი იმისა, რომ ესე იგი იყვნენ სხვადასხვა წოდების, ერთი და იგივე გვარის სხვადასხვა წოდების წარმომადგენლები იყვნენ, იყვნენ დავუშვათ თავადებიც იყვნენ, აზნაურებიც იყვნენ და გლეხებიც იყვნენ. აი ძალიან ბევრ რაღაცასთან იყო დაკავშირებული. დავიწყოთ ყველაზე უფრო იმიდან, რომ ესე იგი გავრცელებული რაც იყო ადამიანი, ჩვენ ქართველები ვიყავით და ბრძოლა გვიწევდა ძალიან ხშირად და აი ეს იყო აი ძალიან ბევრმა ადამიანმა ვის დავუშვათ გამოიჩენდა თავს ბრძოლაში წახალისების მიზნით მეფე მას უბოძებდა აზნაურობას. ამით ესე იგი წინაურდებოდა რაღაც გარკვეული და ეს იყო მაგალითი იყო სხვა დანარჩენი გლეხებისგან, რომ ესე იგი გაცდა ჰქონდათ იმისი, რომ ესე იგი შეეძლოთ გამოსულიყვნენ თავიანთი იმიდან, რა ვთქვი, წოდებიდან და ეთინაბიჯით, ესე იგი დაწინაურებულიყვნენ იერარქიის კიბეზე. ეს იყო ძალიან დიდი ის იყო, მაგალითი იყო იმისა და ეს იყო ძალიან დიდი შეღავათი კი არა, სიტყვა დაბავშდა, უნდა მეთქვა. მოკლედ სტიმული იყო, ძალიან დიდი სტიმული იყო და ძალიან ბევრი გვარის წარმომადგენელი დაწინაურდა, მაგრამ დაწინაურდა ოჯახი დაწინაურდა. ეხლა როგორ იყო? დავუშვათ ერთ სოფელში დაწინაურდა ვიღაც, აი დავუშვათ, აი ტრაპაიძე დაწინაურდა, მაგალითზე ვამბობ ტრაპაიძეს, ან დავუშვათ ბერაია, დავუშვათ რომ ის ვიყო ფაქტია, დაწინაურდა ერთ-ერთი ბერაია და ესე იგი მეფე უბოძა მას, მის შვილებს, ძმას, მის შვილებს და ანუ ასეთი საბუთები ძალიან ბრომად გვაქვს და ბევრი გვაქვს. იქ მარტო ერთ კაცს კი არ აძლევდა დავუშვათ როგორც რუსეთში იყო. რუსეთში სხვანაირად იყო და საქართველოში მარტო ერთ კაცს კი არ აძლევდა ვიღაც დავუშვათ ლევან ბერაიას მის ძმას, მის ბიძაშვილებს, მის შვილებს, მის შვილის შვილებს და რაღაც რამოდენიმე კაცი იყო თავისი ცოლ-შვილი და იმითი ასე წერია ძალიან ბევრ საბუთში. ეს იმას ნიშნავდა რომ დავუშვათ ერთ კაცს კი არ ფაქტურად რამოდენიმე ადამიანს აძლევდა ესე იგი აზნაურის ტიტულს და შემდეგ ესე იგი გამრავლება ხდებოდა ძალიან ადვილად მაშინ ჩვენ და საბედნიეროდ და ესე იგი ასე წარმოიქმნა დავუშვათ ერთ და იგივე გვარის დავუშვათ აზნაურების და გლეხების. ეს ერთი ვარიანტია გლეხთა კატეგორიიდან გამოსვლის. მეორე ვარიანტია, როცა ესე იგი რაღაც დავუშვათ პირიქით ხდებოდა, როცა ესე იგი აი დავუშვათ აზნაური იყო ადამიანი, წარმოშობით აზნაური იყო, დავუშვათ ძველი აზნაური იყო, რომელიც დავუშვათ მე-10 საუკუნიდან კნინდებოდა, ანუ ესე იგი ღარიბდებოდა, სუსტდებოდა და ვერ ინარჩუნებდა თავის
დაუშვათ აი ეს სისხლად იყო შეფასებული თქვენ ყველა ვიცით რომ ესე იგი თითოეული კატეგორია სისხლად იყო შეფასებული სისხლის საფასურად უпростоრად ის სისხლი დაუშვათ გლეხის სისხლი თუ ღირდა 12 თუმანი მე ბევრჯერ მაქვს ნათქვამი ესა სახურის სისხლი იყო 48 თუმანი აზნაურის ანუ საეკლესიო სათავადო აზნაურის სისხლი იყო ესე იგი 48 თუმანი და მე ესე იგი საეკლესიო აზნაურის ორჯერ მეტი იყო სათავადო სამეფო აზნაურის ორჯერ მეტი იყო თავადობაც სამი კატეგორიის თავადი არსებობდა ყველაზე მესამე კატეგორიის თავად ჰქონდა ესე იგი დიდ აზნაურზე ორჯერ მეტი სისხლი და მოკლედ აი ესე ორმაგდებოდა სისხლი და როცა კნინდებოდა უნახევდებოდა ის სისხლი უნახევდებოდა თუ დავუშვათ აზნაური იყო სამეფო აზნაური არა ვაპატიეთ სათავადო აზნაური იყო და მისი სისხლი იყო შეფასებული 48 თუმნად მაგრამ დაკნინდა დაკარგა ქონება დაკარგა გავლენა ის მან დაკარგა ესე იგი რაღაცა ვალში ჩავარდა ან ვიღაცა მოკლა და სიკვდილიდან გამომდინარე ესე იგი ვალში ჩავარდა და უნდა გადაეხადა ეს ვალი და როვერ შეძლო გადახდა ამიტომ ესე იგი ეყმო ვიღაცას რო ეყმო ესე იგი იმ ვიღაცის ყმა გახდა და მოკლედ რა ასეთი რაღაც სიტუაციები ძალიან ბევრი იყო მესამე ვარიანტი იყო როცა ესე იგი აღმოღაზდა იმისი აქვია ვახტანგის სამართლის მიხედვით აი ბუშის კანონი არსებობდა ნაბიჯურის კანონი ასე ვთქვათ თუ დავუშვათ თავადიან აზნაური შეასწენდა ესე იგი გლეხის ქალს შეასწენდა და შვილი შეეძინებოდა მისგან ესე იგი ის უკანონო შვილი იყო და ამიტომ ესე იგი ცნობდა მის შვილობას შვილად უნდა ეცნო ყველა ვარიანტში და ერთი საფეხურით დაბალი წოდება ენიჭებოდა დაუშვათ თუ იყო დაუშვათ აზნაური თუ იყო და შეასწინა გლეხი შეასწინა შვილი ყველა ვარიანტში სახურთა კატეგორიაში იყო ან დაუშვათ თავადი თუ იყო მამა და გლეხი იყო დაუშვათ დედა აზნაური ხდებოდა ესე იგი აზნაური ხდებოდა შვილი ოღონდ ესე იგი იმაში არ ქონდა ქვია შვილად ცნობდა მაგრამ მემკვიდრეობაზე უარი უნდა ეთქვა ну რა თქმა უნდა აძლევდა მამულსაც მიცემდა ყველაფერს ყმებსაც მისცემდა მაგრამ ეს იყო უკვე იმ კატეგორიაზე უფრო დაბალ საფეხურზე იდგა ამან გამოიწვია ძალიან ბევრი მithქმა მოთქმა დღესაც ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს ეს რატო ხდებოდა და ამაზე მე მინდა ერთი გადაცემა მიუძღვნა მთლიანად და მოგიყვეთ თქვენ თუ როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი და მინდა და თან კიდე მე-19 საუკუნეში ეს გინდაც ეს როგორ იყო დავუშვათ ძალიან ბევრი ადამიანი ბევრმა გვარმა და ბევრმა ოჯახმა ვერ შეძლო თავისი ტიტულის ასე ვთქვათ დაცვა უпростоრად ვერ დაამტკიცა რომ ესე იგი კეთილშობილთა წოდებიდან იყო ანუ თავად აზნაურთა წოდებიდან იყო და დარჩნენ ესე იგი ეგეთი ხალხი სულ ყველა ესე იგი დროებით ვალდებულ გლეხებად ანუ სახაზინო გლეხებად ჩაწერეს ესე იგი რუსის მოხელეებმა აქედან გამომდინარე ბევრმა შეძლო დამტკიცება ამ ყველაფრის ბევრმა ვერ შეძლო ვის ვერ შეძლო გლეხა დარჩა და აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი გვარი ახლა რო ვკითხულობ ჩვენ მე-19 საუკუნეს ეხება ეს ერთადად აი ერისთავი მე შემხვედრია ერისთავი გლეხი შემხვედრია ძალიან ისეთი გვარები შემხვედრია ვისაც გლეხი უწერია რომელიც ნამდვილად არ იყო გლეხი მაგრამ ახლა ვერ დაამტკიცეს თავიანთი თავადობა ან აზნაურობა დროებით ვალდებულ გლეხებად ჩაწერეს ეს კატეგორიაც არსებობდა ამიტომ ძალიან ბევრი იყო ბევრი მიზეზი იყო იმისა თუ ამა თუ იმ გვარში რატო იყვნენ გლეხებიც და აზნაურებიც ახლა ეს მე რატო ვთქვი რატო მოვიყვანე ეს ამდენი მაგალითად ტრაპაიძეებზე მე შემხვედრია ტრაპაიძე როგორც გლეხები ანუ გადასახადის გადამხდელი გლეხები და შემხვედრია ეგერ რაც მე გითხარით ახლა თქვენ ესეთ შემხვედრია აგერ რომელიც 1905 წლის აგერ ის არის რა ქვია 3 მარტის საბუთია სადაც დაუმტკიცეს რამოდენიმე ტრაპაიძეს დაუმტკიცეს აზნაურული წოდება შთამომავლებითი აზნაურული წოდება და შეიყვანეს
ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურთა წიგნის პირველ ნაწილში. პირველ ნაწილი ნიშნავდა იმას, რომ ესე იგი ეს გვარი იყო რაღაც დაახლოებით 400 ანუ 1600 წლიდან იწყებოდა, 1630-იანი წლებიდან იწყებოდა მისი ისტორია. ანუ მათი ათვლა. მეორე 6 წიგნი იყო სულ 6 წიგნი და მეორე წიგნში იყვნენ ისეთი თავადაზნაურობა, რომელმაც თავიანთი ტიტული, ესე იგი სამხედრო გზით მოიპოვეს, ან რაღაცა პოლკოვნიკის წოდებამდე მივიდნენ და შემდეგ გახდნენ ესე იგი აზნაურები, ესე იგი ტაბელა რანგახ იყო ასეთი ისა, რომელიც ეკატერინე მეორემ შემოიღო იმაში, რა ქვია, რუსეთში. ეგეც პრივილეგი ესეც იყო ეს მისი, რა ქვია, რომ დაწინაურები ძალიან კარგი მაგალითი იყო იმისა, ეს აძლევდა სტიმულს, აძლევდა ნებისმიერ ფენას, რომ ესე იგი წინ წაწევილიყვნენ, ესე იგი იმაში, რა ქვია, მაგას იერარქიულ სტრუქტურაში და აქედან გამომდინარე დაუწესა, ესე იგი იყო 14 რანგი იყო. 14 რანგიდან, ესე იგი სხვადასხვა წელს, სხვადასხვა ისინი ჰქონდათ რანგზე ხდებოდნენ, დაუშვათ მე-14, მე-13 რანგი იძლეოდა საპატიო მოქალაქის წოდებას იძლეოდა, მე-12, მე-11, მე-10, მე-9, მე-8 და მე-7 არხი იძლეოდა, ესე იგი პირადი აზნაურის ტიტულს. პირადი აზნაური რას ნიშნავდა? პირადი აზნაური ვიღაცის აზნაური კი არ იყო, პირადად ვიღაცის აზნაური. ანუ პირადი აზნაური ნიშნავდა იმას, რომ თვითონ პირადად იმ პიროვნებას ანიჭებდნენ, ესე იგი აზნაურობას, რომელიც არ გადადიოდა მის შვილებზე და არც ცოლ-შვილზე არ გადადიოდა შთამომავლობით და სიკვდილამდე ფლობდა ამ ტიტულს და სიკვდილის შემდეგ, ესე იგი უქმდებოდა მათი შვილები და ცოლ-შვილი ამ პრივილეგიით არ სარგებლობდა. ამას ნიშნავდა პირადი აზნაური. აქ იყო კიდე ერთი რაღაცა პირადი აზნაურთან დაკავშირებით, მინდა კიდე გითხრათ, ესე იგი პირადი აზნაური თუ დავუშვათ 20 წელი უმციკლოდ იმსახურებდა, ესე იგი ემსახურებოდა სახელმწიფოს, მისი შვილიც გახდებოდა პირადი აზნაური და ისიც 20 წელი უმციკლოდ ემსახურებოდა, ესე იგი სახელმწიფოს და მისი შვილიშვილი 20 წლის გასვლის შემდეგ უკვე შეეძლო მოეთხოვა შთამომავლობითი აზნაურობა და ყველავარიაში დაუმტკიცებდნენ. აი მესამე ნაწილი ამ წიგნისა შეეხებოდა, ესე იგი სლუჟებნი, ანუ სამოქალაქო ხაზი, დაუშვათ ან სტატსკის საветნიკი გახდებოდა, ან დაუშვათ მე-6 კატეგორიამდე ავიდოდა, მე-6-მამდე შეეძლო გამხდარიყო, ესე იგი აზნაური, ან ნებისმიერ ორდენს მიიღებდა რუსეთის იმპერიაში შემოვალ ნებისმიერ ორდენს. ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა და ესეც იძლეოდა, ესე იგი აზნაურის, შთამომავლობითი აზნაურის ტიტულს. კიდე ხარ აღარ გავაგზავნებ კიდე დანარჩენ 3 კატეგორიას, 3 წიგნს, იმიტომ რომ მათაც აქვს მე ცალკე რო ჩავატარებ ამ გადაცემას, მაშინ მოგიყვებით ამაზე დაწყებით ყველაფერზე. ეხლა მე მინდა გაგაცნოთ, ესე იგი აქ ამ გვარს რამოდენიმე წარმომადგენელი ყავდათ, ესე იგი საეკლესიო წარმომადგენელი. აგერ დავიწყოთ 1840 წელს, 1834 წელი არის ყველაზე ძველი კაპიტონ ალექსანდრე ტრაპაიძე მღვდელი სოფელ ზემო სურებში, წმინდა გიორგის ეკლესია. საინტერესო რა არის, ახლა ეს რასაც მე თქვენ გეტყვით, რამოდენიმე გვარს, რამოდენიმე წარმომადგენელს გაგაცნობთ, ყველა იყო, ესე იგი ლომისკარელები, ანუ ჩოხატაური და სურებიდან იყვნენ სულ ყველანი. აი ტრაპაიძე კაპიტონი დაუშვათ იყო დაბადებული იყო 1834 წელს და შტატის მღვდელი იყო სოფელ ზემო სურებში, წმინდა გიორგის ეკლესიაში, სადაც ლომისკარელი იყო დაბრძანებული და ერთ-ერთი ვერსიით ეს ლომისკარელი წამოღებული იყო, ესე იგი ლომისიდან. აი ესეთი ვერსიაც არსებობს. ესეთი გადმოცემა თვითონ ამ გვარში. შემდეგი, ესე იგი 1840 წელს იყო კიდე აგეთ ტრაპაიძე გიორგი მღვდელი, ესეც ესე იგი ლომისკარელის წმინდა გიორგის ეკლესიაში იყო. შემდეგ იყო ნიკოლოზი დიაკონი იყო, შემდეგ მღვდელი გახდა სურებში, ესეც ლომისკარელის და ჩოხატაურის წმინდა გიორგის ეკლესიაში იყო. შემდეგ იყო, ესე იგი ტრაპაიძე ლუკა ნიკოლოზის ძე, ესეც მღვდელი იყო, ესეც ზემო სურებში იყო და წმინდა გიორგის
სახელობის ეკლესიაში 67-ში იყო ნესტორ საბას-ძე ტრაპაიძე და 69-ში იყო გრიგოლ ვეფსალმუნე, პრიჩეტნიკი, ესეც სურებში იყო. ანუ ფაქტიურად ტრაპაიძეების გამოდის, ანუ იყო კიდე ესე იგი ორი ესე იგი ნიკოლოზი და სამსონი, რომლებიც იგივე ისევ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში და სულმის როქია ლომისკარელის ეკლესიაში იყვნენ. ეს არის ეს მღვდლები, რომლებიც აი ამ გვარში იყვნენ. ანუ რამოდენიმე როგორც მე დავითვალე 11 მღვდელმსახური ყავდათ. აი ეს გვარი, ამ გვარის წარმომადგენლები ვერ გაექცნენ ასევე რეპრესიებს 24 წლის და 37 წლის რეპრესიებს. ჩვენ კარგად ვიცით რა ცუდი დრო გვედგა მაშინ და რა ცუდი ასე ვთქვათ ის განიცადა ქართველმა ადამიანმა და ძალიან ბევრი სახელოვანი და ძალიან დიდი ადამიანი შეეწირა ამ რაღაც საშინელებას. აი 1927 წელს გამოვიდა ასეთი გაზეთი მებრძოლი, რომელიც იყო ესე იგი ემიგრაციაში გამოვიდა ეს გაზეთი. და ამ 27 წლის ერთ-ერთ ნომერში აღწერილია ესე იგი თუ რა სისასტიკით უსწორდებოდნენ ჩეკისტები და ბოლშევიკები იმ ამბოხებულ ხალხს, ვისაც არ უნდოდა დაუშვათ რუსეთში და უნდოდა დამოუკიდებელი სახელმწიფო უნდოდა, დამოუკიდებელი ქვეყანა უნდოდა და რა სისასტიკით უსწორდებოდნენ. ეხლა მე მინდა აგერ ერთი ნახევარი ფურცელი მაქვს და თუ თქვენ თავს არ შეგაწყენთ, უბრალოდ ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი და ამიტომ მინდა რომ თქვენამდე მოვიტანო ეს. ქართველ პოლიტიკურ ტუსახთა წამება გრძელდება. საოკუპაციო ხელისუფლება მე-7 წელია ებრძვის ქართველ ხალხს, ანიავებს მის დოვლას და მე მინდა რომ გითხრათ ეს არის 1927 წლის საბუთი ეს დღეს არ დაწერილა. ეს არის 1927 წლის მებრძოლი. ასეთი გაზეთი იყო. კლავს მის საუკეთესო შვილს, ასახლებს სადადებულ მებრძოლს, დევნის თავისუფალ აზრს, ახშობს მაღალ სურს და ფაქის გზნობას, გოლგოთის ტაჯვას განიცდის მთელი ერი, ყველა მისი ნაწილი, ყველა მისი დამოუკიდებელი შვილი, ასაკის და სქესის განურჩევლად, მაგრამ ხალხი მაინც არ მოტყდა, მისი ზნეობრივი სიმაგრე არ წაიქცა, მისი წყურვილი თავისუფლებისადმი არ აკიკვეთა. და აი მტერი, მურტალი და ბარბაროსი განაგზობს შურისძიებას პატარა ერზე და დამარტოებულზე, უმფარველოდ, უმწეოდ დარჩენილზე, მოსკოვის მთელი რისხვა მის წინააღმდეგ მიიმართა და ცელით და מחვილით აწარმოებს ბრძოლა საქართველოს მოსპობისათვის. ბრძოლა მებრძოლის ამ ნომერში მოთავსებული დაწვრილებითი ცნობები საბოლოოდ ნათელყოფს იმას თუ რა ავაზაკთა ხელშია დღეს საქართველოს სვებედი. და რა გათახსირებულ და დაცემულ ბრბო დათარეშობს ჩვენში და სანამდე მისულა მთელი უძლური მწარვალობა. ქართველ ხალხს საშუალო საუკუნეშიც კი არ განუცდია ის წავება და ტყვის ის ბოროტი ტანჯვა და მწუხარება, რასაც დღეს კომუნისტებისგან განიცდის, განაყოფი ყოფილა ოდესმე რომ პატიმრისათვის ამ მიეცეთ საჭმელი და სასმელი? არა, ეს არასდროს არ გაგონილი ამბავია. დღეს საქართველოში ხდება განა მომხდარა მაგალითი პატიმარი ტიტველად დაემწყლიათ საკაში და მათ შორის ქალიც. არა, ეს ასად არ მომხდარა და ეს დღეს საქართველოშია გამოგონილი და მხმარებული. ტყვის თავღია საკაში ჩაგდება, სადაც აწვიმს და ათოვს. მისთვის თოვლის ჩაყრა და წყლის მიშვება, მისი ფიცაზე დაკვრა, მდინარეში ჩაგდება. ერთი სიტყვით წარმოუდგენელი ტაჯვა წვალების მიყენება იმისთვის, რომ ეს ჩეკას აგენტად გაიხადონ. ერისი და ქვეყნის მოყოლედ გადააქციონ, ღირსება შეუგინონ, ადამიანობა ჩაუკარგონ, უსულო ბრძოლად თავის მინდევართა შორის ჩარიცხონ. ამ საშინელ ზომებს აწარმოებენ და მტავრალობენ ჩვენი ხალხის უღრისი შვილები. ნუ რამოდენიმე გვარია ეხლა მე არ მინდა რომ ესე იგი ეს ისა და ეს არის მოდის განკითხვის ჟამი და ხალხის დაჯდება საჯულად. და მტარვალება იტყვი რომ მომავალი ჩვენიაო. ეს რატომ მოვყევი? აქ წერია ტრაპაიძე, ერთ-ერთი ტრაპაიძე, მიტროფანი ტრაპაიძე, რომელიც იმდენად ცემეს, რომ საგან
სის აწევდაო და გადაჭენაც საეჭვო იყო და აშიმშილეს 8 დღე. ანუ ესე იგი აი ამ საშინელებას ტრაპაიძების გვარის წარმომადგენლებიც ვერ გადაურჩნენ. ეს მინდოდა სულ მეთქვა ამ ტრაპაიძეთან დაკავშირებით და თუ საინტერესო იყო და თუ დავუშვათ დაგაინტერესათ ამ ყველაფერმა შემიძლია მეტნაკლებად თქვენც ის გვარები დავუშვათ რა გვარებსაც თქვენ ესე იგი მომწერთ რომ ესე იგი ესეც ის გვარებიც შევისწავლოთ ასე ვთქვა და მე მოგაწოდოთ ინფორმაციის სახით. დღეს მინდოდა კიდე შევხებოდი აი ჩემი წიგნიდან რამოდენიმე გვარს გაგაცნობდით. ერთ-ერთი გვარი არის გრიგალაშვილი. გრიგალაშვილებზე ბევრს ვერაფერს ვერ ვიტყვი გარდა იმისა, რომ იყვნენ ფიცის კაცები იყვნენ. ფიცის კაცები იყვნენ აზნაურები იყვნენ როგორც ქართლში, ისე იმერეთში. ქართლის გრიგალაშვილების რაღაც ნაწილი გლეხებიც იყვნენ, მაგრამ ძირითადად აზნაურის სახელოს ფლობდნენ და ნუ იმერეთში ფიცის კაცები თქვენ იცით რომ ესე იგი ეს იყო უდიდესი ასე ვთქვათ ის იყო ინსტიტუტი იყო შექმნილი რომელიც სოლომონ პირველმა ამ ჩვენმა უდიდესმა და ძალიან დიდმა მეფემ რომელიც რა ვიცი სათანადოდ არ არის დაფასებული ყოველშაბათში მე ასეთი ჩება რომ ესე იგი ეს მეფე სათანადოდ ვერ შევაფასებ ვერ სოლომონ პირველი და ვერ სოლომონ მეორე ეს ორი უდიდესი მეფე ყავდა ძალიან დიდი მეფე და რაღაც არ არის შეფასებული ისე როგორც უნდა იყოს და ეს ალბათ ჩვენი ბრალიცაა და ნუ ჩვენი მეცნიერების ბრალიცაა იმიტომ რომ არ დაუთმეს თავის ძროზე სათანადო ყურადღება ამ ორ დიდ მეფეს და აი სოლომონ პირველმა გადაწყვიტა შეექმნა ესეთი ორგანიზაცია რომელიც იქნებოდა მისი ერთგული და იქნებოდა ქვეყნის ერთგული 1752 წლის 15 მაისს შექმნა ასეთი ორგანიზაცია ფიცის კაცები დაარქვა სახელი რომლებიც სოფელ ლეკერწაში იკრიბებოდნენ ყოველი წლის 15 მაისს 1752 წლიდან და ფიცს დებდნენ ერთგულების ფიცს დებდნენ და 1000 კაცისგან აქ იყო 12 გვარი იყო 12 გვარის წარმომადგენლები მესხები ღოღობერიძეები ისე ავალიანები გრიგალაშვილები ქორქაშვილები მიქაბერიძეები ჭაბუკიანები იაშვილები ყიფიანები უგრეხელიძეები და იოსელიანები და ამათი სარდალი იყო ბერი ლორქიფანიძე რომელიც გამოყავდათ ბრძოლის ველზე გამოყავდათ 1000 კაცი 1000 აზნაური გამოყავდათ მაგრამ იყო კიდე ამათ რო გადიოდნენ თავი გლეხები და გლეხები როგორ იყო ახლა როცა აზნაური გადიოდა ოჯახიდან აზნაური რამდენი ბრძოლისუნარიანი ადამიანი იყო იმაში რა ქვია კომში დაუშვათ იყო 5 ბრძოლისუნარიანი ადამიანი 5-ვე ვალდებული იყო 5-ვე გასულიყო არ შელებოდა რომ ესე იგი თავი აერიდებინა ნებისმიერ აი ამ აზნაურს ბრძოლისათვის ეს იყო დაუშვებელი იყო და წარმოუდგენელი იყო როცა და ამათ თავიანთი ყმებიდან ესე იგი კომლიდან გაყავდათ ერთი კაცი გაყავდათ და წარმოიდგინეთ ეს იყო ძალიან დიდი ორგანიზაცია იყო რომელიც გვერდში ედგა სოლომონ მეფეს და ესე იგი აი ამითი ამ ინდაცინ ხესილის ბრძოლაშიც უდიდესი ის ჩაიდინეს აქვია გმირობები ჩაიდინეს და არც ერთი ფიცის კაცი უკან არ იხევდა ანუ ბრძოლის ველიდან უკან დახევის უფლება არ ჰქონდათ და იმდენად მტკიცეები იყვნენ თავიანთ ფიცში ესე იგი ამას არავითარ შემთხვევაში თავის სიცოცხლის ფასადაც კი არ არღვევდნენ ამ ფიცს სამაგეროდ მათ ჰქონდა ძალიან დიდი გავლენა ჰქონდათ მეფეზე იმიტომ რომ მეფეც ამ ერთგულებას უფასებდა და დაუშვათ და რაც არ უნდა დაუშვათ ეთხოვათ დაუშვათ აი ნებისმიერი ადამიანის შეწყალება დაუშვათ ხო რომ ფიცის კაცს რო ეთხოვა მეფისთვის მეფე თავს ვალდებულად თვლიდა რომ შეესრულებინა აი ფიცის კაცის ეს თხოვნა ასეთი დიდი ორგანიზაცია ჩამოაყალიბა მაშინ სოლომონ პირველმა და ეს იყო ძალიან კარგი ორგანიზაცია რომელმაც ძალიან დიდი ამაგი დადეს მაშინ თელს იმერეთის სამეფოს და
ამიტომ შემატეს დიდება და პატივი შემატეს ჩვენს ერს და ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას. ეს იყო სულ ის, რაც უნდა მეთქვა. მეგობრებო, შემიძლია მე კიდე რამოდენიმე გვარიც გაგაცნოთ, მაგრამ უბრალოდ ეს მომავალი გადაცემებისთვის შემოვინახოთ, რომლებიც ესე იგი ალბათ თუ ყველაფერი კარგად იქნება, კვირას ისევ ჩავწერ, ჩვენ კვირაობით გვაქვს ხოლმე ჩაწერა, გადაცემების ჩაწერა და ველოდებით თქვენს გამახვავრებას, ნებისმიერ გვარს შეგიძლიათ მოგმართოთ და ჩვენ ესე იგი არ დაგზარდებით, შეძლებს და გვარად, რა თქმა უნდა, გაგიწევთ დახმარებას და მოგაზრდით თქვენი გვარის შესახებ ამა თუ იმ სახით რაღაც ცნობებს მოგაზრდით. რა ვიცი, თუ გაქვთ სურვილი გამოიწერეთ ჩვენი არხი, ჩვენი გადაცემები, ლევან ბერეს საავტორო გადაცემა, YouTube არხია საქართველოს სამეფო კლუბი. უღრმესი მადლობა ყურადღებისათვის და კარგად გრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. 3000 წელს მეტი გიცხოვრია საჩავდღეს მოსწრები ვართ, მაგრამ მევსაც ბედნიერსა ვიმღერია, კიდეც ვიმღერია